ჩემო საყვარელო მეგობრებო, მე ვარ ახლა ჩემს ბავშვობის მეგობართან სახლში, ნინიკოსთან, დიდებულიძესთან. ნინა. აი აქ მისი გარდაცვლილი ოჯახის წევრების ფოტოებია, მეუღლის, ორი შვილის, შვილიშვილის და რძლის. ეს არის საშინელი ტრაგედია ხალხო და გული გახეთქვაზე მაქვს და არ შემიძლია რომ არ დაგელაპარაკოთ ამ საკითხთან დაკავშირებით მისი მას შემდეგ რაც ხელა ტრაგედია მოხდა სამი მიცვალებული გაიტანეს ამ გოგოს ოჯახიდან უკანასკნელი წევრი რომელიც ცოცხალი ყავდა დარჩენილი მისი შვილი ლაშიკო მოკლეს ყველა მისით ლაშა მახარაძის პროლოგის შესახებ და იმის შესახებაც რომ ნაფიც მსაჯულებმა ვერაფრით ვერ გამოიტანეს ვერდიქტი და ამასთან დაკავშირებით ალბათ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ ყველამ ერთად ჩემო საყვარელო ხალხო ნინიკო შენ თვითონ აი რა გინდა აი რა შემთხვევაში დამშვიდდებოდი შენ რა დაგამშვიდებს ახლა აი ამ სიტუაციაში მე ვიცი ძალიან კარგად გიცნობ და ვიცი რომ ძალიან სამართლიანი ადამიანი ხარ და ბიჭები შენი ძმის მეგობრები შენი შვილების მეგობრები შენთან მოდიოდნენ და ჭკუას გეკითხებოდნენ როგორ და როგორ მოქცეულიყვნენ რაღაც რიგ საკითხებში იმიტომ რომ შენ არა გაქვს შენ გაქვს აბსოლუტურად ყველაზე პრაგმატული ყველაზე სამართლიანი ქალი ხარ ჩემ მეგობრებში რაც აი ვისაც ვიცნობ აი რაღაცნაირი კაცების გვერდით მდგომი ეხლა მე მაინტერესებს შენ რა დაგამშვიდებ და რა გინდა აი ეს ვიცით რომ იწურება 9 თვიანი ვადა და სანამ ესენი ახალ სასამართლოს ნაფიც საჯულებს მოიწვევენ შეიძლება ის გამოვიდეს შენი შვილის კვლელი ციხიდან და აი რას გეგმავ რა გინდა ეს ერთი ის ვიცი რომ დღეს საღამოს ხალხო 10 საათზე მრგვალი ბაღიდან არის პირდაპირ ჩართვა ინგა გრიგოლიას რეაქციაში და ძალიან გთხოვთ, ვისაც ოდნავ მაინც საშუალება გაქვთ, ყველანი მოდით იმისთვის, რომ სამართლიანობა რაღაცნაირად დავიცვათ ჩვენ ქვეყანაში. მე მინდა ნინიკო შენ თქვა ეხა შენი სიტყვებით, აი რა გინდა შენ რა სიტყვო და რა შემთხვევაში დამშვიდდები და რა გგონია რომ რა მოხდება, რა მოყვება აი ახლა აი ამ ყველაფერს დღეის მერე. რა ვიცი, მანჩო რა გითხრა, აბა ესეთი მკვლელები არ უნდა დადიოდნენ. ქალაქის ქუჩებში თავისუფლად ორ-ორი იარაღებით და საერთოდ ესე ამხანაგების გამოყენებით და ყოველნაირი თაღლითური და რა ვიცი როგორ გითხრა ეს ადამიანი მე არ მეგულებოდა საქართველოში ადამიანი ვინც ლაშას თმის ღერს ჩამოუგდებდა მაგრამ სამწუხაროდ არსებობენ ესეთი ბოროტ მოქმედები როგორც არის გიორგი ოქროპირიძე მე ეს არ მეჩვენება ღმერთის წინაშე ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით რომ გიორგი ოქროპირიძემ ლაშა მოკლა ამის დამნახავები არიან ეს რომ მე ზუსტად არ ვიცოდე ესეთ სისულელეს არ გავიმეორებდი დამერწმუნე ვიცი აბა მე რა უნდა მრჯიდეს მანჩო ვინ რა ვიცი ხა რატომ უნდა ვაბრალებდე მე რა არავინ აღარ მყავს მარტო დავრჩი და ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაისჯება ჩემთვის თავარი არის რომ მართლა დაისაჯოს ის ადამიანი ვინც ეს მართლა ჩაიდინა და ეს არის გიორგი ოქროპირიძე ეს არის ადრეც მკვლელობაზე ნასამართლები, რომელსაც ადრეც დედამისი აპელირებდა რაღაცა ზღაპრებს იგონებდა, რომ აი დედამისმა გამაგიჟა დღეს ინტერვიუ, უბრალოდ ვითომ პოლიციამ მოკლა მისი შვილები და მისი შვილის ამხანაგი და მისი შვილის დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ გაადარჩა და დგავს ამ რაღაც სატირული უმორისტულ სცენებს, რომელიც არავის არ სჯერა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ქალი მაინც თავისი რქებით აწვება ამ ტყუილებს, აბსოლუტურ ტყუილებს, ნუ ქალი თაღლითია ოფიციალური, სახეზეც რო შეხედოს, ვინმე ადვილად მიხვდება მის როგორ ნერვიულობს ამ ლაპარაკის დროს, როგორ ფურცლებში იყურება, რამე რიცხვი არ გამორჩეს, რამე ურთიერთგამომრიცხავი არ თქვას, რომელიც სასამართლოზეც დაემართა არაერთხელ ნინო სასამართლოზე აქ გოგოები ლაპარაკობდნენ წერან სასამართლოზე ოქროპირიძე იქ იჯდა ბრალდებულის სკამზე და იქიდან იმუქრებოდა კი ყველას ემუქრებოდა აბსოლუტურად მეც დარბაზში დამსწრე ბიჭებს შუბლის გახვრეტით მინიშნებებით პირის მოძრაობებით აგინებდა
ნუ იქ პროკურორს რო აგინებდა და მოსამართლეს ვერ უბედავდა, უბრალოდ გვერდით იჯდა და პირისპირ არ უყურებდა, თორე ნუ აი სრულიად საქართველო არის მის წინაშე დამნაშავე რატომღაც და ეს ნუ საოცარი უნდა იყოს, იმიტომ რომ გიორგი ოქროპირზე არაფერი ისეთი ფიგურა არ არის, რომ ვინმეს მაგისი ჯიბის კონდეს, რა ვიცი, რაღაცა ინტერესი და ნუ რაღაცით უნდოდეს ან ვინმეს მოშორება. აი ხა ძალიან აბსოლუტურად უსირცხვილოდ და უტიფრად მისი შვილის მეგობარს დაადო ქალმა ხელი, რომ ვითომ მოწმის სტატუსით ვინც იკითხება ეს ბერძენიშვილი, ხო? გონი გვარად, რომ ის არის მკვლელი. აი მე მაინტერესებს უბრალოდ იმ ბერძენიშვილის დედა ეხლა რა დღეშია ალბათ წარმომიდგენია, არ ვიცი. ვიღაცამ ვერც წარმომიდგენია საერთოდ აი რაღაცა მე რაღაც საზოგადოებაში ხომ უნდა იცხოვროს აი მეზობლები, ნათესავები, კვლელს რო აი ესე უტიფრად გამოიყვანს, გასაგებია სამუდამო პატიმრობა ემუქრება, ხო ჯობია სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდეს შენ შვილს და აი შენთან უბრალოდ მე კიდე რა მიგვერს იცი, შენ მეტი არავინ აღარ დაგრჩა უბრალოდ. აი უბრალოდ ქალური სოლიდარობის ერთი მომენტიც არ აქვს ადამიანს უბრალოდ. არც კი ერიდება, ვგიჟდები. ხალხო ხო ხვდებით არა რაშია საქმე. მე ყველას გეხვეწებით, რომ თვალყური მიადევნოთ ამ საქმეს და აი ესე სხვი სიჭირი ღობეს ჭხირი არქნათ რა გთხოვთ. ნაფიც მსაჯულებს მოუვიდათ სამწუხაროდ, რომ ოღონდ ჩვენ ახლა აქედან გავახციოთ თავი და ჩვენ არაფერი შეგვეხოს. შეშინდნენ კი რა თქმა უნდა და ჯერთი საქართველოში ამ პატარა ქვეყანაში ყველა ერთმანეთს იცნობს ახლა აქ ეგ ინსტიტუტი არ იმუშავებს მე თავიდანვე ხვდებოდი რა ვიცი ყველა მოაზროვნე ადამიანი ალბათ მიხვდებოდა ახლა აქ ყველა ერთმანეთის ნათესავები შეიძლება აღმოჩნდეთ ერთ ჩვენი ერთ დღეს იმდენად ცოტანი ვართ და არ ვიცი ახლა მაგას პროცედურულად ძალიან ბევრი ამბები ჭირდება მთავარი ჩვენთვის რა არის ახლა ჩემთვის პირადად თავარია რომ აი ის 9 თვიანი ვადა რო გადის და ის გამოვა გარეთ და ივლის უბრალოდ ვერ წარმომიდგენია აი ეგ ფაქტად აღვიქვა ისიც არ შემიძლია და ნეტა თუ არის შანსი რამე შანსი მაინც რომ თუ ვინმე მიცით ხალხო რომ ან სამართლებრივი გზით ან რაიმე გზით შეიძლებოდეს აი მაგ ფაქტის აღკვეთა მისი გამოსვლის აღკვეთა აი 9 თვიანი ვადა იწურება მაგრამ ხო შეიძლება ვიღაცას ქონდეს უფლება ვთქვათ ან პრეზიდენტს ან ვინმეს თანამდებობის პირს უფლება ჩარევის არ ვიცი კონსტიტუციურად როგორ არის სამართლებრივად როგორ არის არ ვიცი თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ ძალიან გთხოვთ შეგვეხმიანეთ და გითხარით გვასწავლეთ როგორ მოვიქცეთ ჩვენ არავის არ გვინდა რომ მკვლელი დადიოდეს ქუჩაში თავისუფლად მკვლელი რომელსაც თან არაადეკვატური ქცევები აქვს აშკარად ხო და რა ვიცი მე მგონი საშიშია საზოგადოების ჩემი ღრმარწმენით მისი გარეთ ყოფნა აუცილებლად ეს დადასტურდა ორ შემთხვევაში იქ შუაში შუალედური დაჭრები ქონდა რომელიც არ გაიხსნა ბიჭებმა ხელი არ დაადეს რახან ცოცხლები გადარჩნენ ოპერაციებიც გაიკეთეს ბევრიც იწვალეს ძლივს ადგენენ ფეხზე ჯოხებით ხელჯოხებით დადიან აი ეს არის ჩვენი საზოგადოების დაავადება რომ ვერიდებით რაღაცნაირად ხო რაღაცნაირად ყველას უნდა რომ თავი აარიდოს შიშის მომენტიც არის აქ უდაოდ ეშინიათ ხო ეხა არავის ერთი რამე არ მინდა დავიწყდეთ არავის შენ არაფერს არ გეშინიან ინო იმიტომ რომ შენ დასაკარგი აღარაფერი არა გაქვს რა ძალიან ცუდ სიტყვებს გეუბნები მტკივნეულს მაგრამ შენ დასაკარგი აღარაფერი არა გაქვს და მე ესე მგონია რომ რკინის ქალამნებს ჩაისვავ და აი ესე ალბათ არ დანებდები რა მე მგონი უნდა იყოს სახელმწიფო იმ დონეზე რომ შენი საწვალებელი არ იყოს ეს არ იყოს ჩემი აქციების მოსაწყობი ჩემი სალაპარაკო ამდენი მთელი ღამის გათენებული ვერდიქტის მოლოდინში წვეთი რო არ მიძინია ძილს ვინ დაეძებს ან რამე ძინება და რაზეა ლაპარაკი მაგრამ სასტიკად გადაღლილი ვარ და უკვე მე მგონი მერვე ჟურნალისტს მივეცი უკვე ისეთი დაინტერესება გამოიწვია ამ საზარელმა მკვლელობამ ძალიან რეზონანსული იყო ეს ყველაფერი და ძალიან ჩართულები არიან ჟურნალისტები და სახელმწიფოს მოუწოდებ ელემენტარულად რომ ცოტა ყურადღება გამოიჩინოს ესეთი საშიში დამნაშავეების მიმართ ჯერ არ უნდა გამოეშვათ რახან გამოუშვეს რაღაცა რეაბილიტაცია უნდა გაეწიათ ამ ადამიანისთვის რომ ადამიანად დაბრუნებული იყოს კი ბატონო რაღაცა რესოციალიზაცია უნდა მოეხდინათ ამის ცხოვრებაში მაგრამ ეს ცოტა გენშიც აქვთ მაგათ რა დედანახე მამანახე
მე ბაბუაზე და იმაზე აღარ ვილაპარაკებ, მკვლელები რო ყავს ყველა. სახლიდან ამოუღეს 1000 საბრძოლო იარაღი, ბრონეჟილეტები, ელექტროშოკები, ანუ კარგად მომზადებული ოჯახია, ეს ძალიან კრიმინალური ოჯახია და მინდა დაინტერესდეს სამართალდამცავები, საერთოდ დედამისის თაღლითური ქცევები, ეს სხვაზე გადაბრალებები, რომ მისი შვილი სულ ყოველთვის მართალია, ზუსტად დედამისმა იქ დაუშვა შეცდომა, ზუსტად იქ დაუშვა დედამისმა შეცდომა, რომ ესეთი შვილი გამოუვიდა, მე რა თქმა უნდა მაგას ვერ წარმოვიდგენ, რომ ვინმე დედას უნდოდეს, რომ ცუდი ყავდეს შვილი. რა თქმა უნდა. მაგრამ არის სამწუხაროდ ეგეთი დედებიც არსებობს, რომ შვილებს ყველანაირად იცავენ, დათურ სამსახურებს უწევენ და ეს გონიათ, რომ მათ სასიკეთოდ გონიათ ხდება. სასიკეთოდ გონიათ ამ დროს ვაირო ახალი უბედურება დაატეხა მისმა შვილმა დედას. ეგ მშობლების ინტელექტზეც არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ინტელექტზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. მე ერთი ვიცი, რომ ხალხო ჩემო საყვარელო მეგობრებო, კიდე გიმეორებთ, ეს არის ქალი, ვისაც ახლა მე ვესაუბრები, რომელზეც ძლიერი ქალი უბრალოდ არ მეგულება ჩემ გარშემო. არ მინახავს არასდროს. მანჩო რომ სიმართლე ფოლადზე უმტკეცესიაო, თუ როგორ არის ნათქვამი, მართალია. იმასაც ქაღალდებში ჩახედვა ჭირდება და ფურცლებიდან წაკითხვა. და ცოტა სახელზეც უნდა მიმიკებზეც უნდა ეთყობოდეს, რომ ის სადიტყუება და მე მგონი ცოტა ვინმე ფსიქოლოგიური თვალით თუ შეხედავს ცოტა მწოდნე, ადვილად მიხვდება ამ ქალის სიცრუეებს. კი ბატონო, მიხვდება სად არის სიმართლე, რომელ მხარეს. კაი, ჩემო საყვარელო, მე წარმატებას გისურვებ შენ ამ ბრძოლაში და ყველანაირად წარმატება მანჩო ის იქნება, რომ სხვისი დედები გადარჩნენ შავების ჩაცმას. კი ბატონო. ძალიან მალე თუ მართლა გამოუშვებენ, მე რაღაცა ეჭვმეპარება, რომ სახელმწიფო ესეთ საშინელ დამნაშავეს ჩაუდგეს, რაღაც ბერკეტი უნდა გამოიგონონ, არ ვიცი მე რანაირადაც უნდათ. ელემენტარულად ორი კაცის მკვლელი ქუჩაში რა უნდა გამოუშვან, ეს უნდა აამუშავონ ყველანაირი ბერკეტი. 9 თვე და ეს რაღაც მოგონილი ვითომ კანონები, ვითომ ნაფიცი მსაჯულები და ეს არ უნდათ ეს სპექტაკლები რა, ჯობია ჩამოფრინდნენ ციდან და რეალობას შეხედონ თვალებში. რა მკვლელიო უნდა იყოს იზოლირებული სახელმწიფოსგან და საზოგადოებისგან. სახელმწიფოსგან ხა ვერ იქნება, კარგად შეინახავენ ციხეში, მაგრამ კარგად აჭმევენ და არც გალახავენ, ეხა სხვა დროა. ყოველ შემთხვევაში სხვისი დედები და შვილები გადარჩებიან, დედები შავებს და შვილები მიწებს. მე ესე ვფიქრობ. კოცნი ჩემო საყვარელო და რა ვიცი, ხალხო კიდე ერთხელ მოგიწოდებთ, რომ დღეს 10 საათზე საღამოს მრგვალბაღში მობრძანდეთ და კვირას 10-ის ნახევარზე და კვირას რომელზეანინა 2-დან 3-მდე კიდევ აქცია იმართება იგივე მრგვალბაღში. გელოდებით ყველას და რა ვიცი, თქვენი იმედი გვაქვს. დედებო, მამებო, შობლებო, შვილებო, ბიჭებო, გოგონებო, კი ბატონო, ქართველებო, მობრძანდით, მობრძანდით. სომხებოც და რა თქმა უნდა, საქართველოს სრულიად საქართველოს მოსახლეობა. არავინ, არავინ, კოცნი ჩემო საყვარელო.